კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაესტრო სახალ ამბებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94.7 სტუდიაში ხატია ქვათაძე განაგრძობს მუშაობას. მაესტრო საქალაქო სასამართლოს 2 სარჩელით მიმართავს. ტელეკომპანიის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მაესტრო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად $2,200,000 მოითხოვს. მეორე სარჩელი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და სამინისტროს ყველა იმ აქტის ბათილად ცნობას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც მაესტროს ეროსი კიძმარიშვილის ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისიდან გამოსახლებაზე უარი ეთქვა. გაბუნიას ინფორმაციით ამ ოფისში არსებული ტექნიკა ტელევიზიისათვის უკვე გამოუსადეგარია, პირდაპირ ჩართვის აპარატი, ეგრეთ წოდებული ფლაივეის დაზიანება კი ინსცენირებული იყო. შესაბამისად, აი ამ დასკვნის და იმ მოქმედაცულ ამას მისცა თავისი შეფასება. ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო კოლეგიაში აღნიშნული პრესკონფერენციის შემდეგ შეგვაქვს სარჩელი, რითაც მედიის მართვის კომპანიას და ბატონ ფიზიკურ პირს ეროს კიძმარიშვილს ვთხოვთ $2,200,000 ამერიკული დოლარის ექვივალენტ ლარში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ჩათვლით. ვინაიდან და რადგანაც რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან არის შეწყვეტილი ყოველგვარი სამართლებრივი კონტრაქტი და დღეის მდგომარეობით უკვე 3 თვე გავიდა და ყოველგვარი мотивацიის გარეშე იმყოფება იმ შენობაში, სადაც იმყოფებოდა ტელეკომპანია მაესტრო. შეგვაქვს ასევე მეორე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რათა ბათილად იქნეს ცნობილი ყველა ის აქტი, რითაც უარი ეთქვა ტელეკომპანია მაესტროს გამოსახლებაზე ეროსი კიძმარიშვილის და რუსთავის მედიის მართვის კომპანიის. სალომე ზურაბიშვილი კი პრეზიდენტს მორიგ ტყუილში ადანაშაულებს. სოციალური ქსელით მან განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროები ავღანეთში იმ დღეს დაიღუპნენ, როდესაც იქ პრეზიდენტი იმყოფებოდა და ეს ამბავი შეგნებულად დაიმალა. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ავღანეთიდან მოაწყვეტინეს ეს ამბავი და მიაჩნია, რომ ოფიციალურად უნდა დაისვას შეკითხვა პარლამენტში იმის შესახებ, თუ რა განრევებამ განაპირობა ეს ტყუილი. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი ყველა ეჭვს აძლიერებს იმის შესახებ, რომ იქ ერთ-ერთ PR მოვლენას ამზადებდნენ, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ზურაბიშვილი მოითხოვს ამ ტრაგედიის ყველა დეტალის გამოკვლევას და პარლამენტის წევრებს აცხადებს, რომ შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის ნატოს წარმომადგენელს მიმართონ სამხრეთ კავკასიაში. ნატოს სამხედრო მისიის ISAF-ის ოფიციალური ვებგვერდი კი 20 თებერვალს წერს, რომ დასავლეთ ავღანეთში ამ დღეს საერთაშორისო ძალების 3 სამხედრო წარმომადგენელი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია კი 22 თებერვალს გამოქვეყნდა და სამინისტრო აცხადებდა, რომ კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა თალიბებთან შეტაკებისას მანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ. სამივე მათგანი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ქართველი სამხედროები საქართველოში 24 თებერვალს ჩამოასვენეს. ლეიბორისტულმა პარტიამ კი ავღანეთიდან ქართული საჯარისო ნაწილების გამოყვანის შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა. მისივე თქმით, დეკლარაცია ხელმოსაწერად ყველა ოპოზიციურ პარტიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც ლეიბორისტები მას ნატოში გაგზავნიან. გუგავას მიაჩნია, რომ ამ დეკლარაციის საფუძველზე ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდებიან. ლეიბორისტულმა პარტიამ შეიმუშავა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საერთო თანხმობის ეროვნული დეკლარაცია, რომელიც ხელმოსაწერად გადაეგზავნება ყველა ოპოზიციურ პარტიას, რათა ერთობლივად მივმართოთ ნატოს სარდლობას ის პოლიტიკური პარტია, ვინც ხელს არ მოაწერს ამ დეკლარაციას და თანახმა იქნება ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნისა არის სააკაშვილზე უარესი. და სწორედ მათ სინდისზე იქნება ქართველ ჯარისკაცთა დაღვრილი სისხლი ავღანეთის ტრამალებში. საქართველოს ისრაელს შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე თავად ისრაელში ინფორმაციას არ ფლობენ. ისრაელის სააგენტო იზრუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებაზე პასუხი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ასევე პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ოფიციალურ პირებს თხოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ქართული მხარესათვის გადაცემის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე არაფერი იციან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი 27 თებერვლის
სასწაულის ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, რომ რთული სათქმელია რა ეტაპზეა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, თუმცა ნინო კალანდაძემ დასძინა, რომ ამ უწყებისათვის ეს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისათვის ქართული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობა განსაკუთრებით აქტუალურია და ჯვრის მონასტრის საკითხიც ამ ჭრილშია განსახილველი. მასზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და მოლაპარაკებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისრაელში საქართველოს საელჩო და ასევე საკონსულო სამსახურები მონაწილეობენ. კალანდაძის ინფორმაციით სამუშაო ჯგუფი ორივე მხარეს უნდა შეიქმნას, რომელიც არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ დარგის სპეციალისტებითა და მეცნიერებით დაკომპლექტდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის განცხადებაზე საქართველოსთან მომლაპარაკებელ მხარეს აქტიური რეაქცია ექნება და ეს საკითხი როგორც ისრაელის, ისე საბერძნეთისათვის ძალიან ღირებულია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 25 თებერვალს გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ საკითხში ისრაელში საქართველოს საელჩოც არის ჩართული და დავალებული აქვს მას ისრაელის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს ამასთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც იერუსალიმიდან 25 თებერვალს დაბრუნდა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ იმედი გაუჩნდა დაბრუნდება ძველი დრო, როდესაც ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ. რამოდენიმე ხნის წინ მე შექმნილი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე ისრაელში და ამის შესახებ ჩვენ საელჩოს დავალებული აქვს, რომ ჭიდრო კონტაქტები გქონდეს ისრაელის მთავრობასთან. მადლობელი ვართ ისრაელის მთავრობის თანამშრომლობისთვის, მათ შორის ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების გადარჩენის საკითხში. პირველივე ვიზიტიდან ისრაელში ეს საკითხი მე დავაყენე. ახლა უნდა დადგეს საკითხი იმისა, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართული ლოცვა და ისევ ის იყოს საქართველოს ეკლესიის, საქართველოს კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი ძეგლები თურქეთში, ოშკი და სხვა ძეგლები. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა ქართული კულტურის. ამ ძეგლებსაც დაემუქრა დანგრევა და განადგურება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება თურქეთის მთავრობასთან, რათა ორ ნიადაგზე მოხდეს ჩვენი ძეგლების გადარჩენა, ისე როგორც ეს არის ქართული ტრადიცია. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით კი იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული ყველა საკითხი ეკლესიასთან, კონკრეტულად კი საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირის შედეგად გადაწყდება და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაცია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი კომუნიკაციები დაწყებულია საქართველოს საპატრიარქოსთან. ეს თემა გახლავთ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი. თემა თუ შეიძლება ასე ითქვას, მრავალ საკითხს მოიცავს და აქ ძალიან ბევრი დეტალია. ეს თემა საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ჩართულია ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩო, ამ საქმეს მოხმარდება შესაბამისი საექსპერტო ცოდნა. უნდა ითქვას, რომ გადასაწყვეტია მრავალი სამართლებრივი საკითხი. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომელზეც ყოველდღიურად საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ბუნებრივია ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ კონკრეტულ თემას ეხება, გადაწყდება ეკლესიასთან, საქართველოს საპატრიარქოსთან ძალზედ მჭიდრო კავშირის შედეგად. ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი კი ქობულეთში მდებარე პეტრეს ციხის გასხვისების საკითხში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას მოითხოვს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ციხე ქალაქი პეტრა საეჭვო ხელშეკრულებით ერთლარად იყიდება და შესაბამისი დოკუმენტი დაახლოებით 2 კვირაში გაფორმდება. უმცირესობის წარმომადგენლებს მართველი გუნდიდანაც უპასუხეს, რასაც სესიაზე კამათიც მოხვა. პეტრე ციხე ქალაქია, რომლის ტერიტორიაზე ორი უმნიშვნელოვანესი მე-6 და მე-16 საუკუნის უნიკალური ტაძრების ნაშთები, ასევე საეპისკოპოსო ცენტრი ძველი ლაზიკასი მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომ უკვე ერთლარად გაიყიდა ქობულეთთან არსებული ციხე ქალაქი პეტრა, რომელიც 59 წლით არის გასხვისებული და რომელიც ძალიან საეჭვო ხელშეკრულებით შეიძლება იქნას გასხვისებული და ეს ხელშეკრულება დაახლოებით 2 კვირაში უკვე გაფორმდება. ისევ და ისევ ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ყველაფერი კეთდება, ასე ვთქვათ, ჩუმად, ყველაფერი კეთდება საზოგადოებისგან დაფარულად და ყველაფერი რაც თავარია კეთდება საპატრიარქოსგან გვერდის ავლით. ქრისტიან დემოკრატები მოვითხოვთ, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში, სანამ ხელმოწერილი იქნება ეს დოკუმენტი, ჩაერთოს საპატრიარქო ამ მიმართულებით, მიაწოდოთ მას ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენელმა და სწორედ საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იხელმძღვანელონ შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ხელშეკრულების გაფორმებისა. პეტრას ციხე არ გაყიდულა, მეორე მიმდინარეობს მოლაპარაკება
მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით და მესამე აქ არის პეტრას ციხეზე საუბარი. იმიტომ რომ პეტრას ციხეს რაც შეეხება პეტრას ციხეში ის კომპანია, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მზად არის ჩადოს $9 მილიონ რათა მოახდინოს მისი აღდგენა და რეაბილიტაცია. აქ არის საუბარი მართვის უფლების გადაცემაზე, ხოლო რაც შეეხება მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ადრე იყო რესტორანი და პატარა მცირე ზომის სასტუმრო განთავსებული, იყო ნარკომანებისა და სხვადასხვა ჯურის ავაზაკების თავშეკრების ადგილი, ასე რომ იქ არის ნანგრევები და ამ ნანგრევებს ჭირდება აღდგენა და ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური, კარგი, დასათვალიერებელი ტურისტული ცენტრი. არა აქვს თურმე ბიუჯეტს ფული, რომ საკუთარ ისტორიას მოუაროს და უფრო მეტიც კიდევ აქედან გარკვეული სარგებელი მიიღოს. ტყუილია ეს. და ამის მაგალითი არის იმავე აჭარა და ბათუმი. და მე მარტო ორ მაგალითს დაგისახელებთ, რაც მათ შორის ბატონმა ხაბაზმა ძალიან კარგად იცის. ბათუმის საკრებულოდან, ჩვენის საერთო ყულაბიდან, აჭარის და საქართველოს გადასახადის გადამხდელთა მიერ აკრეფილი ფულიდან იქნა გადახდილი საათი, რომელშიც $1,700,000 ლარი გადაიხადა ბათუმის ბიუჯეტმა და რომელიც იმიტომ ღირს ამხელა ფული, რომ თურმე სატელიტზე სორდება. ან მაგალითისათვის კაჩინსკების ახალგახსნილის ხეივანის ბოლოში მემორიალური თუ არ ვიცი რა დავარქვა იმას უზარმაზარი თაღი, რომელიც $5,9 მილიონ ლარი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს გადამხდელებს. პეტრას ციხის ისტორია მაგონებს 5-6 წლის წინ გამართულ დებატებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით წინანდალში. ზუსტად ესე გამოდიოდნენ ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები და გვაკრიტიკებდნენ, აი გასხვისდება ჭავჭავაძის მუზეუმი, იქ შემოვლენ უცხოელები, იქ რაღა დარჩება. ახლა არავინ აღარ აკრიტიკებს იმ სიტუაციას, რაც იქ არის. იმიტომ რომ გამოსწორდა ინფრასტრუქტურა, მიდის მშენებლობა, იდება ინვესტიცია. ზუსტად ასევე იქნება პეტრეს ციხე მომავალი თვეების და მომავალი წლების განმავლობაში მინდა დაგარწმუნო. პეტრას ციხის შესახებ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრეს. მთავრობის წევრებმა რეგიონის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმ-ნაკრძალების დაქვემდებარების საკითხზე იმსჯელეს. რეგიონისათვის გადაცემულ კულტურულ ძეგლებს შორის, რომელშიც გონიოს ციხე შედის, პეტრას ციხეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ძეგლი მართვის უფლებით 59 წლიანი იჯარით კერძო კომპანიას გადაეცა. აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე აცხადებს, რომ კერძო კომპანიისათვის პრიორიტეტი პეტრას მუზეუმის პროფილის შენარჩუნება იქნება. დღესვე დამტკიცდა გონიოსა და ხიხანის ციხეების რეაბილიტაციისა და ფურტიოს თაღოვანი ხიდის შეკეთების პროექტიც, რისთვისაც ბიუჯეტიდან 280,000 ლარი უნდა გამოიყოს. $1,456,000 ლარი კი აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ბათუმის მუზეუმის დაფუძნებისათვის დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ძეგლი უნდა იყოს შენარჩუნებული, ჩვენი პოზიციაც ეს არის. ძეგლი იქნება შენარჩუნებული, შეიძლება აქ შეიქმნას დამატებითი სერვისები ტურისტებისათვის და უფრო საინტერესო გახდეს ძეგლი. გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი გადმოვიდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში, ასევე ამავე სააგენტოს დაუმტკიცდა ორი პროგრამა. ერთი არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამა. პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის სიტყვა 25 გვერდიანია და სავარაუდოდ ის 50 წუთს გაგრძელდება. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას კი ინტერნეტ მომხმარებელი მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ნახავს. იმეცვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება, მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, რომელთაც ვფიქრობ ჩვენი საზოგადოება დაინტერესებულია. გაჟღერდება ახალი ინიციატივები ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ. ინიციატივები ეხება ისეთ პრობლემებს და გამოწვევებს, როგორიც არის დასაქმების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, იმ რეფორმებს, რომლებიც მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში, განათლება და ახალი თაობის, ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემები, ასევე იქნება პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა, იქნება უსაფრთხოების საკითხები. თავისთავად 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და არჩევნების სამართლიანი ჩატარების უზრუნველყოფა, ესეც პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. გაჟღერდება სხვა თემებიც, რომლებიც ასევე იწვევს ინტერესს. საინტერესო ისიც, რომ ეს არის არა მარტო ამოწევის პარლამენტისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბოლო მიმართვა, არამედ ეს გახლავთ ბოლო მიმართვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ამ შენობაში გაკეთდება. პრეზიდენტის გამოსვლისათვის დეპუტატებიც ემზადებიან, მათთვის განკუთვნილი დრო უკვე განსაზღვრულია, თუმცა დღეს ამასთან დაკავშირებით ქართული დასის ლიდერს პრეტენზიები ჰქონდა. ამავე დროს უმრავლესობამაც და უმცირესობამაც იცის, რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დებატი მწვავე იქნება, უმცირესობა კი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
არ შემიძლია არ გავაპროტესტო სრულიად უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ბიუროსი, რომელმაც დაადგინა, რომ საათი და 35 წუთის განმავლობაში გამოვა ფრაქცია უმრავლესობა და მის სახელით აკომინაშვილი და გოგა გაბაშვილი და ნერვებს მოუშლის ხალხს. მერე საათი და 35 წუთის განმავლობაში გამოვა თორთლაძე თარგამაძის გუნდი და ჩვენ ფრაქციას მხოლოდ 15 წუთი ერგო. განსხვავება რაოდენობრივი. ჩვენი კოლეგები არიან 12, ჩვენ 7 ვართ. ჩვენო ნახევარი დრო მოგეცათ, ამდენის არ მოგითხოვია, ჩვენ მოვითხოვოთ მხოლოდ 30 წუთი. და მე, რა თქმა უნდა, მესმის იმ შიშის, რომელიც აქვს დამნაშავე ხელისუფლებას სიმართლის მიმართ. და ამის მოსმენა, სიმართლის მოსმენა, ყოველთვის არ არის სასიამოვნო. არასდროს არ არის სასიამოვნო, მაგრამ დამერწმუნებთ. ყოველთვის სასარგებლოა. საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, მათ შორის რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ადამიანებს ცხოვრება, რამდენად როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და ხედვა ადამიანების დასაქმების საკითხებთან მიმართებაში, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებასა და დახმარებასთან დაკავშირებით და როგორ მივა ხელისუფლება თითოეულ სოფელში, თითოეულ ოჯახში, სწორედ აი ამ ტიპის პროექტების განხორციელების მიზნით, ბუნებრივია გაიმართება საკმაოდ მწვავე დებატები და საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეკითხვები გამოხატავს ადამიანების ინტერესს და საზოგადოებამ უნდა მიიღოს ყველა შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი. ვისაუბრებ შარშადელწელზე იმ წარმატებებზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ამ წლის განმავლობაში, ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს გააგრძელოს მუშაობა ძალიან აქტიურად, ძალიან ინტენსიურად და ბუნებრივად. კონკრეტული ხედვები იქნება, კონკრეტული იდეები იქნება, როგორ უნდა დავძლიოთ მომავალში საკითხების გამოწვევა, რომელიც ქვეყნისთანში დგას. და მათ შორის ეს არის უმუშევრობის საკითხი, კიდევ უფრო ეკონომიკური ზრდის გაძლიერების საკითხი და ბუნებრივად საუბარი იქნება უსაფრთხოებაზე და ტერიტორიული ხელისუფლებას. ნახოთ თუ უმრავლესობა როგორ მოეკიდება თითოეულ ოპოზიციის თითოეულ ამ ინიციატივას ან ხედვას, კრიტიკას თუნდაც და მეორე ძალიან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ეს დებატები პირველ რიგში ტარდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო კარგად გაიგოს და უფრო ნათლად გაათვითცნობიეროს თითოეული პოლიტიკური ჯგუფის ან პარლამენტის წევრის ხედვა. თუ როგორ მოაგვარებენ მათ წინაშე მყოფ აი ამ პრობლემას. აქამდე ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ეს დებატები როგორც წესი არის ხოლმე ნაციონალური მოძრაობისა და ჩვენი ქრისტიან დემოკრატების დებატები, სწორედ იმიტომ, რომ ყველა დასამახსოვრებელი გამოსვლა ეს იყო ქრისტიან დემოკრატების გამოსვლა წლების განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი იქნება წელსაც, იმიტომ რომ თემატური, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, მათ შორის სოციალური კუთხით, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ხოლო ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ კონკრეტული იდეები, პროგრამები, გავაკრიტიკოთ არსებული ასე ვთქვათ მიმართულებები და ეს გვიქმნის იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ წლევანდელი წელიც იქნება განსაკუთრებული და გამორჩეული. კახაგუგავა პრეზიდენტის გამოსვლიდან სიახლეს არ ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნატოში გაწევრიანების და აფხაზეთის დაბრუნების შესახებ ამჯერად ვერაფერს იტყვის. თავისუფალი საქართველოს ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დროს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციები არის დაგეგმილი, თან ჩვენი პოლიტიკური პარტიაც გეგმავს, ვიცი რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც გეგმავენ, თუმცა რაც შეეხება გამოსვლას, კარგი იქნებოდა პრიზი რომ დაგეწესებინათ, მაგალითად, აი რომელი პოლიტიკოსი უფრო ზუსტად გააკეთებდა პროგნოზს, იმიტომ რომ ასე მგონია ზუსტად ვიცი სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი. იქნება საუბარი იმაზე, რომ პატარა საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ებრძვის რუსეთს და მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ყოველდღე ესიზმრებოდა აოხრებული და გაჩანაგებული საქართველო, მაგრამ პუტინის სიზმრები არ ახდა, საქართველო არ ჩამოიშალა, საქართველო მაინც არსებობს, საქართველო ვითარდება და რომ უფრო მეტი გეგმები აქვს მთავრობას განვითარებისათვის, რომ შვეიცარიას და ესპანეთს წელს აქვს ნულოვანი ან 1%-იანი ეკონომიკური ზრდა და საქართველოს წელს აქვს 5%-იანი ზრდა ეკონომიკური და წლის ბოლოს ველოდებით ჩვენ 7%-ს, რომ ახალციხეში შენდება და საქართველოს სხვა ქალაქებში ისეთი პროექტები და ისეთი სარეკონსტრუქციო პროექტები, რომელიც თამარ მეფის შემდეგ აღმოსწრებია საქართველოს წინამდვილეს. ერთადერთი სხვაობა, რაც მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არის მის გამოსვლებში 2007 წელთან შედარებით 2007-2008 წლები იყო ერთგვარი წყალგამყოფი, რომ მაშინ ჩვენ გვესმოდა, რომ 2008 წელს საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დღეს ალბათ თქვენ ვერ მოისმენთ პრეზიდენტის გამოსვლაში სიტყვა ნატო ნახსენები არ იქნება და 2008 წლამდე პრეზიდენტი ასევე ხშირად ამბობდა, რომ მას ესიზმრება სოხუმი და ცხინვალი.
კამპანიის ეს შენ გეხება მონაწილეები პრეზიდენტს შეკითხვებს Facebook-ის დახმარებით დაუსვავენ. Facebook-ზე კამპანიის მონაწილეებმა უკვე გაავრცელეს განცხადება და თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მასაც ეხება, აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. მონაწილეობის შესახებ დეტალური ინსტრუქცია Facebook-ზე გამოქვეყნდება კამპანიის ეს შენ გეხება გვერდზე. აქციის ორგანიზატორების განცხადებით მთავარია ბევრი შეკითხვა დაისვას, შესაძლებელია პრეზიდენტმა მათ არ უპასუხოს, თუმცა მთავარია ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამ კანონმდებლობის შეცვლას პრინციპულად მოითხოვს. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კი სამოქალაქო ერთობის ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს შეწყვეტოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამორჩევლის ნების ცინიკური იგნორირება და ასევე ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა. იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოსა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს. ამას გარდა კატეგორიულად მოითხოვს დაუყოვნებლივ იყოს გამოძიებული პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული ნულოვანი ტოლერანტობის გამო მისი თქმით ქუჩაში უსამართლოდ დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების საქმეები, ასევე სიცოცხლის უფლების ხელყოფის ყველა კონკრეტული ფაქტი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მისი მთავრობის წარმომადგენელთა უმრავლესობა ძალიან ღარიბი ოჯახის წარმომადგენელია. გარდა ამისა, პოლიტიკური მუმიები ქვეყანაში ძველი დროს დაბრუნებას ცდილობენ, მნიშვნელოვანი კი ახალგაზრდებისათვის გზის გახსნა. კახა გუგავასათვის ქვეყნის პირველი პირის მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის, თუმცა ის აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოღვაწე ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩარეცხილებად გამოაცხადა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მისი პარტია წარმოაჩენს. ჩემი მთავრობის წევრების აბსოლუტური უმეტესობა არიან ძალიან ღარიბი ოჯახებიდან და არც არაფერი არ გაუკეთებიათ მთავრობაში ყოფნით. მე შეგახსენებთ, თბილისში ოპოზიცია დაირაზმა და გადაწყვიტეს, რომ ყვარელში ჩამოსულიყვნენ, გადაწყვიტეს, რომ ზურაბადეიშვილის სახლთან ჩაეტარებათ მიტინგი. ოღონდ ერთი პრობლემა ჰქონდათ, ვერ იპოვეს ზურაბადეიშვილის სახლი. რატო? იმიტომ რომ ეძებდა ყველაზე დიდ და მდიდრულ სახლს თავის ტვინით. აბა ეხლა სხვანაირად როგორ შეიძლება წარმოედგინოთ? და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული სახლი, გაუბედურებული არა, ხა არ მინდა მამამის ვაწყენიო, მაგრამ ნუ ისე რა, ჩვენ ყველამ უნდა გავუხსნათ ახალგაზრდობას გზა იმისათვის, რომ ისინი აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ და აზრადაც არასდროს არ გაივლონ, რომ როდესმე შეიძლება უკან დაბრუნება ხელახლა გაძარცვა. იმიტომ რომ მათი დაბრუნება ჩემთვის დიახაც არის უშუქობა. მათი დაბრუნება დიახაც არის ესეც სამოტყობები კი არა, დანგრეული, დალეწილი, განადგურებული ჯიბეში ფულის ჩადებით. მათი დაბრუნება ეს არის ყოველდღიური ძარცვა. მათი დაბრუნება არის უგზოობა. ის რომ სააკაშვილი დავუშვათ უფროსი თაობის ადამიანებს ეძახის მუმიებს და ჩარეცხილებს, ეს არ არის სიახლე და რო გითხრათ რომ ეხა ამან გამოკვირვა ნამდვილად არ გაუკვირვები ვარ, მე უფრო გამოკვირვა იმ რეაქციებმა, როდესაც იმ ღონისძიების ორგანიზატორები მეორე დღეს აკეთებდნენ განცხადებებს, სადაც ამ მუმიების თავყრილობაზე იყო საუბარი, რომ ლამის ბოდიშს იხდიდნენ, რომ იცით რა ის ვიღაც ყოფილი მინისტრი იქ შემთხვევით მოვიდა, ვიღაცა უბრალოდ სტუმრად იყო, მასთან შეხება არ აქვს. თუ ვინმეს რცხვენია რომ დავუშვათ უფროსი თაობის წარმომადგენლებს დღეს ქართულ პოლიტიკაში აქვს თუ არა ყოფნის უფლება, მე მაგალითად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველო, უნდა მუმიების პარტია დაგვართვან, უნდა საბჭოთა ნოსტალგია დაგვაბრალონ. მე ვფიქრობ, რომ დიახაც საბჭოთა პერიოდის ქართული თაობა სპორტსმენები იქნებიან, ეს ინტელიგენცია იქნება, სახელმწიფო მოხელეები იქნებიან, თუ რა ვიცი, ნებისმიერი დარგის წარმომადგენლები, აგრონომები, ეს არის ყველაზე წარმატებული ქართული თაობა საერთოდ, რა ვიცი, უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე. რაც შეეხება სააკაშვილის ღარიბ მთავრობას, ეს ნუ ახლა რა თქმა უნდა ღიმილის გარდა რა ვიცი, რა უნდა გამოიწვიოს ამან. უბრალოდ მე მინდა სააკაშვილის ღარიბ მთავრობის წევრებს უთხრათ, რომ ჩვენ მივიღებთ კანონს, იგივე კანონს, რომელიც სააკაშვილი აპირებდა რომ მიიღოს შევარდნაძის დროს, ამ კანონს ერქვა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის წესის შესახებ. ეს კანონი როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე აღარ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ყვარელში ახლად გახსნილი საავადმყოფო დაათვალიერა და ეზოში შეკრებილ ხალხსაც მიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით ეს ადამიანები ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებოდ პრეზიდენტის ვიზიტისათვის შეკრიბა და მათ შორის მასწავლებლების სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები იყვნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ 1000-ზე მეტი ადამიანი სამარშრუტო ტაქსებით ყვარლის რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩაიყვანეს. რაც მათთან საუბრისას მოქალაქეებმა თავადაც დაადასტურეს და განმარტეს, რომ მათი მგზავრობის ხარჯები
მოსახლეობის ტერიტორიულმა ორგანომ გაიღო. მას შემდეგ რაც შენიშნეს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ ხალხს იღებდა, პოლიციამ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების ყვარლის შესასვლელთან გაჩერება მოსთხოვა. ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობისათვის სადაზღვევო კომპანია იმედი ელმა 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკა 30 საწოლიანია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით იქ 120 კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. საიდან ხართ ჩამოსულები? დამყარის რაიონი. რით მოხვედით? მარშრუტით. ვისი მარშრუტით? ჩვენ მუნიციპალიტეტმა მოგვავლინა და მოვედით. რითვით მობრძანით? შევხვდეთ ჩვენს პრეზიდენტს. საიდან ჩამობრძანდით? შილდიდან, შილდის პირველი საჯარო სკოლა. პედაგოგები ხართ? იგი რაცა. რითვით ჩამობრძანდით? და გავხსნათ საავადმყოფო. ვარდან მარჯანიშვილის მუზეუმის დირექტორი ვარ. ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არ ადასტურებენ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ინტერრაოესთან გაფორმებული ხელშეკრულება იმ პირობებს, რაც შესახებაც მედია წერს, არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება. გაზეთ რეზონანსის ინფორმაციით კი 2014 წლიდან ტარიფი დაახლოებით 6 თეთრით გაიზრდება. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ ინტერრაოეს ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში მყოფი ხრამჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი სწორედ ასე გაეზარდა. ხელშეკრულების ნაწილი კი მთავრობამ საგანგებოდ დამალა. გამოცემის ცნობით ტარიფის მატების მოტივი ის არის, რომ რუსული კომპანია საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს. იმისათვის, რომ კომპანიამ გაზრდილი მოგება მალე მიიღოს, საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების ამოღების ვადად მხოლოდ 4 წელი განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით კი საქართველოში ამ დროისათვის 145,000 ენერგო ვაუჩერია დარიგებული. როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ეს პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშუალო და აქტიური კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისათვის თბილისში გაცემული ვაუჩერების რაოდენობა 108,700 შეადგენს. 27 თებერვლიდან კი სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ახალი სერვისი ამოქმედა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს აბონენტის ნომრის შეყვანით შეამოწმონ არიან თუ არა ისინი ვაუჩერის მიმღებთა ბაზაში. ეს არის საქართველოს მთავრობის დახმარება, რომელიც ამ მძიმე ზამთრის დროს ათასობით ოჯახს შეუმსუბუქებს იმ მძიმე საგადასახადო ტვირთს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ მძიმე და განსაკუთრებულად ცივე ზამთარმა განაპირობა. ეს არის საკმაოდ მცირე დახმარება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი, რომ გარკვეული დახმარება გაწეოდა ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისო და აღიარებულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაშია მითითებული, რომელიც საბჭოს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აცნობიერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს, ასევე მის სურვილს ააშენოს ღრმა და მდგრადი დემოკრატია. თუმცა ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნავს უკიდურეს მნიშვნელობას უზრუნველყოფილი იყოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიის საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა. ამავე დროს ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და საბჭოს დასკვნის თანახმად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს კი კიდევ ერთხელ მიმართავს აიღოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. სამხრეთ კავკასიის შესახებ დოკუმენტი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოამზადეს. პარტია საქართველოს გზის თავმჯდომარე კახაბერ სეთურიძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ. პარტიის წევრების მორიგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსს ეღებოდა. როგორც პარტიის წევრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ევროკავშირის ელჩს ახალ კოდექსთან დაკავშირებით შეხვედრები ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უკვე ჰქონდა. დიმიტროვი პარტიის წევრებს შეჰპირდა, რომ მისი შესაძლებლობების ფარგლებში უფლებამოსილი პირები შეეცდება უფლებამოსილი პირები კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე დაითანხმოს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა განაცხადეს. ეს იყო რიგით მეორე შეხვედრა იმ პროექტისა, რაც წამოვიწყეთ ჩვენ, ან რაც ეხება უკანონო კანონებს, ესეთ პირობით სახელით. ეს არის ძირითადად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და საარჩევნო კოდექსი, რომელიც საკმაოდ მძაფრი შეფასებების საგანი გახდა, არა მარტო ქართული ოპოზიციისგან, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
პარლამენტში კი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა საკოორდინაციო რიგით შეხვედრაზე გასული წლის სამუშაოები შეჯამდა, ამას გარდა დონორებმა სამომავლო გეგმებიც წარადგინეს. მოგახსენებთ, რომ პარლამენტი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი ურთიერთობა მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება და ყველა დონორთან გარკვეული პრიორიტეტებზე მუშაობთ. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნების მერე პარლამენტი ახალ შენობაში გადადის ქალაქ ქუთაისში, იქნება უამრავი რეფორმა გასატარებელი, იქნება უამრავი ცვლილებები და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევით აბსოლუტურად ყველა პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. პარლამენტთან თანამშრომლობთ უკვე 2010 წლიდან აქტიურად, გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის სოფლის მეურნეობის და სურსათესუნებლობის შესახებ, მწვანე ეკონომიკა და მშვიდობის მშენებლობის პროექტები. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას 2012 წლის განმავლობაში, რაც საკვირველი არის. გვაქვს დაგეგმილი საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტიური ღონისძიებები, მათ შორის არის ექსპერტების მოწვევა საზღვარგარეთიდან, რომელიც გააკეთებენ კანონპროექტების სამართლებრივ და ეკონომიკურ ანალიზს. თავისუფალი დემოკრატები გორის რაიონში მიწის ფართობის გაყიდვას აპროტესტებენ. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამაზ შიოშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის წესით მიწის ნაკვეთების გაასხვისა, რომლებიც სოფლის საკუთრებად მიიჩნეოდა. შიოშვილის თქმით, ნაკვეთები გორის რაიონის სოფელ კარალეთში, ქვეშში, გარეჯვარსა და ფორტიზაში გაიყიდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეხლა რამდენი 18 თეთრიალადია. იმის მაგალითად რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ საქართველოს მოსახლეობის 55% იყო დასაქმებული აგრარულ სექტორში. პირიქით ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ჩვენ გლეხობას და რაღაც პირობას შეუქმნას რომ ნორმალური სასურსათო პროდუქტი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, პირიქით რაც გაგოჩნია მასაც გვიყედიან. ყველა საწყენი ის არის რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობა არ არის ინფორმირებული თუ მიწები ნაკვეთები იყიდება. შემოიღეს ელექტრონული აუქციონი და ელექტრონული აუქციონის საშუალებით იყიდება მიწები და ჩვენ გლეხობას არავინ არაფერს არ ეკითხება სამწუხაროდ. რამაზ ჩხიკვაძის საცხოვრებელ სახლთან კი მსახიობისა და მისი მეუღლის მემორიალური დაფა გაიხსნა, ქუჩას კი მისი სახელი მიენიჭა. ქართველ მსახიობს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. რამაზ ჩხიკვაძე 2011 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 1951 წელს მან რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. დღეს მის განმგზას სხვადასხვა ფორმით იხსენებენ. მშობლიურ თეატრში კი საღამოს 7 საათზე რამაზ ჩხიკვაძის ხსოვნის მოეწყობა. ჩვენ შარშან ბოლო დაბადების დღე 28-ში პრაღაში ვიყავით და ჯერ ფიქრობდით ჩემთან სახლში, იმიტომ სახლში ვაკეთებდით ხოლმე ან თბილისში ან პრაღაში. მაგრამ მამა უკვე ვერ იყო მთლად კარგად და იცოდა რომ ჩემთან სახლში ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მოდიოდა, ანუ ქართული დიასპორა ძირითადად და თქვა რომ ისი არის რომ მე კეიფის კაცი ვარო და გამიჭირდებაო სუფრაზე ჯდომაო, რომ სამდენი ხალხიაო და ასე როცა ფაქტიურად შეუძლოთო. ძალიან ერიდებოდა თავისი მდგომარეობის. სიტყვებით გამოხატო ის რაც რომ ჩვენ დაგვაყდა ყველას ერთად მათი ცოცხალი მაგალითი ხო იცით რა არის. ეს იყო ცოცხალი მაგალითი ნამდვილი ერთგულების. ნატაშა უნიჭიერესი ქალბატონი მზადდებოდა და დიდად შეუწყო ხელი, დიდად რამაზის ასე დიდ მსახიობად ჩამოყალიბებაში, თუმცა რამაზის ნიჭი ყველგან გაიფურჩქნებოდა. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს აღინიშნება მისი დაბადების დღე. აი სწორედ დაბადების დღე რო აღინიშნება. სწორედ დაბადების დღე. იმიტომ რომ რამაზი მართალია წავიდა ჩვენგან, მაგრამ ის მხოლოდ ცოცხალი იქნება. მოგეხსენებათ რომ ახალი კანონმდებლობით ღირსეული ადამიანის გარდაცვალებიდან 20 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ მისი სახელი ქუჩას მიენიჭოს, მაგრამ რა თქმა უნდა კანონში არის გამონაკლისი, რომელსაც იღებს პრეზიდენტი და ქალაქის მერი ისეთ ადამიანებზე, როგორიც იყო რამაზ ჩხიკვაძე. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. ნამდვილად ეპოქა შექმნა ქართულ შემოქმედებაში, ქართულ ხელოვნებაში.